გამარჯობა მეგობრებო, ომეგა-3 ჩვენი ორგანიზმისთვის საჭიროა, მაგრამ ჩვენი ორგანიზმი მაგას არ აკეთებს. და დაახლოებით 70-დან 80%-მდე სოფლიო პოპულაცია დეფიციტია ომეგა-3-ის, მაგრამ ამას საჭირო არ თვლით. რატოა ეს 70% პოპულაცია მაგის დეფიციტში და რატოა საჭირო ეს ომეგა-3 ბავშვიდან დაწყებული მოხუცი ადამიანამდე ბოლომდე უყურე ვიდეო აგიხსნი რამდენი საჭიროა, რატო საჭიროა და საიდან შეიძლება მიიღოთ საუკეთესო ომეგა-3. ეს ომეგა-3 სად არის? თევზებში არის, კვერცხებში არის, საქონელის გუგლში არის, სხვადასხვანაირი ცხიმოვანი თევზებში არის. და კიდე არსებობს სელის თესლში, კაკალში და სხვადასხვა თესლეულებში. მაგრამ აქ ცოტა მითია, რომ იმ თესლეულში იმდენად კარგი ხარისხის ომეგა-3 არ არის, რამდენიც უნდა იყოს. იმიტომ არ არის, მეგობრებო, ნახე, იქ პირდაპირ ომეგა-3 არ შედის. იქ შედის ALA, ალფა ლინოლიკ მჟავა, რომელიც დაეხმარება, რომ ჩვენი ორგანიზმი ნაჭამი საჭმელიდან თითონ მიიღოთ, ანუ კვერცხიდან, ხორციდან თითონ მიიღოთ ომეგა-3. თევზეულებში რა არის? თევზი თუ ჭამს, ან თევზის ქონის კაფსულები რო ჭამს, იმას თუ მიიღებს, ჩათვალე რომ პირდაპირ ომეგა-3 მიიღებ. ეგ არის სხვაობა. თუ არა, სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ხორცი არ აწამს, თევზი არ აწამს, ინდოეთია, ესეთი ქვეყანა, სადაც ხორცი, ანუ სხვა მიზეზის გამო არ აწამს, იქაც საკმარად კარგი ტვინები არსებობს და სადაც იაპონია, სადაც თევზი იჭმება მთელი წელი, უფრო მეტადაც ცოცხლობენ, უფრო კარგი ტვინიც არის და ეს ყოველთვის ეგეთი თემაა, რომელიც იქ გარკვეულამდე ადამიანი დღეს არ მიუწვდება, მაგრამ სელის თესლში ომეგა-3 არსებობს და კაი ხარისხია, მაგრამ ვერ შეადარეთ თევზს. არის მეგობრებო EPA, ამ თესლეულებშიც არის და ომეგა-3-ის თევზეულებშიც არის, რომელიც დაეხმარება ანთების პროცესის სიამჩირებში. ართრაიტისიც რო არის, გულის კალციფიკაცია, ესეც ერთ-ერთი ანთება. ნებისმიერი გუგლშიც ანთება ხდება. ნებისმიერი ადგილზე ანთების პროცესი რო არ განვითარდე, EPA იმაში დაგეხმარება. მეორე არის მეგობრებო DHA. ეს DHA დაეხმარება ტვინის, რომ ტვინის ფუნქციები კარგად იყოს და ბავშვები ტვინი კარგად განვითარდე. 20-დან 25%-მდე ჩვენი ტვინი, ანუ გაკეთებულია DHA. ყველა ფიქრობს, რომ ომეგა-3 ყოველთვის კარგი არის გულისთვის, კანისთვის და ტვინისთვის, მაგრამ ყველა მარიცი, რომ ომეგა-3 კიდე საჭიროა ეგეთი ადამიანისთვის, ვისაც აწუხებს სასუნთქის გზის პრობლემები, ასთმა, ჩვენი ფილტვების პრობლემისთვის, სეზონური ალერგიისთვის. თუ თქვენ მთელი წელი ომეგა-3-ის დანამატი იგებს, თქვენ ნახავთ, რომ თქვენი სეზონური ალერგია პლუს ასთმის სიმპტომები ნელ-ნელა შემჩირდება. არა მარტო ეს სიმპტომები, კანი, პსორიოზი, მაგისთვისაც საჭიროა ომეგა-3. თუ გაწუხებს აკნე, პსორიოზი და აგზიმა, იმ ადამიანმა აუცილებლად უნდა დალიო ომეგა-3 ნებისმიერი ფორმით. არა აქ მნიშვნელობა გინდა თევზეული, გინდა მცენარეული. კიდე ერთი პრობლემა, თუ ვინმეს აწუხებს მშრალი თვალები, იმ მშრალი თვალების პრობლემის მოშორებაშიც დაგეხმარება ომეგა-3-ის დანამატი. აუცილებელია თუ ეგეთი ადამიანი ხარ, ვისაც აწუხებს ეს მშრალი თვალები. სულ რო წვეთავენ რაღაცა ქიმიური წამლები, ეს თელი ცხოვრება უნდა ჩაიწვეთოთ. გამოსავალი არის, რომ საიდანაც ეს პრობლემა მოსულია, ეს სიმშრალე შეიძლება ომეგა-3 დანამატი მოაშოროს. თუ დაბალი იქნება ომეგა-3, რა პრობლემი შეიძლება დაემატო? შეიძლება რიუმატოიდ ართრაიტისი დაემატო. გულის არასწორი დარტყმები, არითმია შეიძლება დაემატო. კანის ნადრევი ბერება, ანუ მალე ნავჭების მოსულა შეიძლება დაიწყო. თვალის პრობლემა, ანუ ნადრევი, რომ ადამიანი
სათვალე რო დაგჭირდე. თვალის პრობლემები შეიძლება დაემატო. ეს ომეგა-3-ის ნაკლებობის გამოა. ეხლა თქვენ თუ ჭამს საჭმელში კალცია, მაგრამ მაინც კალციის ნაკლებობა. აქ შეიძლება დალი ომეგა-3, რომ კალციფიკაცია არ მოხდე სხვა ადგილზე, სადაც არ არის საჭირო. ნაჭამი საჭმელიდან კალცია თუ გინდა სწორი ადგილებზე გავიდე, კაური ყველა მიცის, ხო? ომეგა-3-იც თუ იქნება საკმარისი, მაშინ კალციფიკაცია არ მოხდება ისეთი ადგილებზე, სადაც საჭირო არ არის. ომეგა-3-ებმა შეიძლება ზოგი ტიპის კიბოს უზრედების საწინააღმდეგოც შეიძლება გამოიყენო. პლუს ეგეთი ადამიანი, რომელიც ღამე კარგად არ ჯინავს. ნახე მეგობრებო, ხანდახან რა არის? კალციის ნაკლებობა. კალცი იგებს ადამიანი, მე ეს კალცია არ ჯდება იმ ადგილებზე. არადროს თუ გინდა სულ დალიე, ერთხელ წავა კალცია, მე ისევე წამოვა ქვევით. იმიტომ სადაც საჭიროა, ეს ბუნებრივად ბოსტნეულიდან მიგებული ყოველთვის საჭირო ადგილებზე დაждდება. და როცა კალციის ნაკლებობა ეს კრუნჩხები, ღამე დაუსვენარი პექის სინდრომები სულ იქნება. ღამე კარგად ვერ დაიჯინებ. იმიტომ აქ შეიძლება ეს დანამატის დამატება შეიძლება წელწადში. აუცილებელია რომ ზამთარში აუცილებლად 1-2 კურსი უნდა ჩაატარო ომეგა-3-ის, რომ ეს ჩამონათვალი პრობლემები, ინსომნია, გულის პრობლემები, კალციფიკაცია, ცუდი კოლესტერინი, პლუს კიდე დაეხმარება ომეგა-3, რომ აქედან ცხიმიც რო გააშორო, თუ გააქვს ცხიმოვანი გვიძლი, რა თქმა უნდა, ჯერ კვება უნდა გაასწორო და ომეგა-3, ანუ ნახე, ცხიმი ცხიმს კლავს, რკინა რკინას ჭრის, ყოველთვის ვეჯაქის მე. ეხლა ნაკლებობა როგორ შეიძლება გააკეთო? ნაკლებობა სიცხლიდან შეიძლება გასინჯო, თუ ტესტი გააკეთე, გამოჩნდება ომეგა-3-ის ნაკლებობა გააქვს თუ არა. რა საჭმელში შედის? თუ ჭამთ თქვენ კვერცხი, ხორცი, უფრო საქონელის გვიძლი, პლუს ეგეთი საქონელი, რომელიც დადის, ანუ ჭამს ბალახი, ან თევზები. თუ არა ჭამს ამ 3-4 საჭმელი, მაშინ დანამატით. და ეხლა დანამატი. თევზი თვითონ რას ჭამს, მეგობრებო? ეს თვითონ ომეგა-3 იგებს იმ ბალახიდან, რომელიც ზღვასია შიგნით. ანუ ბალახეულიდან იგებს თვითონ თევზი. და ჩვენ ვეუბნები, რომ კი, ეს რა თქმა უნდა უკეთესია მაგისი ომეგა-3, მაგრამ თუ არ გინდა თევზეულის მიგება, მაშინ ომეგა-3 შეიძლება მიიღოთ სელის თესლის კაფსულებისგანაც. ორივე ალტერნატივა არჩევანი თქვენ შეგიძლია არჩიო. ესეც კარგი იქნება, ესეც კარგი იქნება. სულიკავი, ჯამთელი და ბედნიერი, გამოწერე არხი, კარგად და ჯამთელი.